დილამშვიდობისა ნინუკა, საღამომშვიდობისა თბილისში, ვიწყებთ ჩვენ გადაცემას. და რა ვიცი, წლის ბოლო გადაცემაა, ხო? ჯერს ერთი Merry Christmas ყველას, ვინც შობას აღნიშნავს. და თქვათ, ერთი წელი გავიდა და რაღაც ისეთ ხაფანგში არ ვიტყვი, რაღაცა იმედიც გაჩნდა ნაპერწკალი, იმიტომ რომ რაღაცა აი ხა სწორედ ეთერი მქონდა წინ დაიტოვეს ერთ-ერთი ის იყო ილია ღლონტი. და ნუ რა ვიცი ეს ბავშვებს ვეძახი უკაცრავად ამ იმაზე ეს ახალგაზრდები ეს კაცები და ქალები ძალიან იმედს მიჩენენ და ნახოთ აი შე როგორი გაცდა გაქვს მოდი ვილაპარაკოთ შეჯამება ვთქვი და შეჯამებაც იყოს და ცოტა პერსპექტივაც დილამშვიდობისა და საღამომშვიდობისა ხო არ მისმენია სამწუხაროდ იმიტომ რომ ვეღარ ვასწრებ ამდენ რაღაცას მე ვფიქრობ რომ კლონირების საკითხი ისე უნდა გაცოცხლდეს იმაში, რა ქვია, კაცობრიობაში, რომ თითო კლონი ყავდეს ისეთ ხალხს, ვისაც ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ხო, წლის ბოლო გადაცემაა და პრაქტიკულად ერთი წელი სრული არ ვიცი არის თუ არაც ეთერში ვართ, მაგრამ ერთი სეზონი შეგვიძლია დავარქვათ და ეხლა მე გავაკეთებ პლეილისტი მთლიანად მინდა გამოვაქვეყნო აი არქივად რამდენი გადაცემაც იქნება იქ 50-ზე მეტია მე მგონი და ერთად დავდებ ამას ხოლმე ხო და რაღაცა მეტნაკლებად რა ვიცი ხო ვიღაცისთვის საინტერესო არის ალბათ რასაც ჩვენ ვსაუბრობთ მე საინტერესო გადაცემები მომისმენია დარიოს ეთერში და ძალიან კაი პროექტია თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქედან იქ სადაც ამხელა წარმომადგენლობა არის საქართველოს მოქალაქეების რაღაცა მედია იყოს დამოუკიდებელი მედია სადაც განსხვავებული აზრი ან დამოუკიდებელი აზრი თქვათ კონიუნქტურისგან დამოუკიდებელი შეიძლება მოისმინოს ადამიანმა და ყველასთვის ღია თან ეს ეთერი ჩვენ რაც დავგეგმეთ წინა ხო ჯერ ამ გადაცემაზე ვიტყვი და მე შევაჯამოთ მთელი წელი რომელიც ბატონი ძალიან კარგი მე ძალიან კმაყოფილი ვარ როდესაც ნინოკა სტუმარი ყავს რაღაცა ისეთი კარგი გამოდის რა განსხვავებული გამოდის ხოლმე იმიტომ რომ ეთქობა შინაარსი ყველა ადამიანს თავისი შინაარსი მოაქვს და თავისი ისტორია და მადლობა ამისთვის და გააგრძელე. ხო, ესე იგი მომდევნო სეზონი, ესე ვთქვათ, უფრო გარკვეული ფორმატი იქნება. ეხლა ეს ჩვენთვის მაინც რაღაც საცდელი იყო და პრინციპში იყო უბრალოდ პლატფორმა, სადაც ჩვენს ემოციებს და დამოკიდებულებას ვუზიარებდით იმ ხალხს, ვინც გვისმენს, ხო? შემდეგი სეზონი იქნება სავარაუდოდ რეგულარულად სტუმრებთან ერთად დაგეგმილი და აი რაზეც ვისაუბრეთ მაშინ თქვათ სტუდენტური ვიზით ჩამოსეს ინტერესი ვისაც აქვს პროფესიული განვითარების ინტერესი ვისაც აქვს იმისთვის იქნება ძალიან საინტერესო და რაღაცა ესე სეგმენტები ვით გვექნება დაყოფილი ყოველი კვირა და ყოველი კვირა კონკრეტული სეგმენტისთვის იქნება საინტერესო და საინტერესო სტუმრები გვეყოლება ბოდიში რაღაცა სეზონია ესეთი გრიპების ხო იცი და გაცებული ვარ ცოტა მეც ხო შევაჯამოთ პრინციპში ეს წელი რომელიც იმდენად დატვირთული და საინტერესო იყო ყველა მიმართულებით რომ ჩინური წყევლასავით დაგვემართა რა მე მგონი აღარ გვინდა ესეც საინტერესო ეპოქაში ცხოვრება ცოტა დამღლელია ძალიან დამღლელია და ჯობია რომ ისეთ მშვიდ ალბათ 80-იანების ამერიკა რო იყო 80-იანი 90-იანის დასაწყისის ამერიკა რო იყო ესეთ ამერიკაში ვირჩევდი მე ცხოვრებას. თვითონ ამერიკაში განწყობა რამდენად შეცვლილი არ ვიცი ხა შენც გრძნობ თუ არა უშუალოდ, მაგრამ ყველაფერზე იგრძნობა, აი ეს რაღაც ახალი სუნთქვა რომელიც გაეხსნა აქაურ საზოგადოებას ქუჩაში იგრძნობა რა განწყობა ტელეეთერში დამოუკიდებელ მედიაში იმ დღეს ვუსმენდი ერთ-ერთ გამორჩეულად რადიკალურ ესე პროგრესივ დემოკრატს ბერნი სანდერსის მომხრე არის ძალიან გავლენიანი YouTube ჩანელის
დამფუძნებელი ჩენკ იუგური თუ იცი. და არ მსმენია, მაგრამ ჩენკ იუგური ესე ხსენებენ აქ თურქია წარმოშობით, ამერიკელი თურქია. ნუ რომელიც მართლა ეხლა ემოციურობითაც განსხვავდება რა და თავისი რადიკალიზმით მოკლედ. მაგრამ საკმაოდ კრიტიკული იყო დემოკრატების მიმართ ჩვენ რა თვალსაზრისითაც ვიყავთ კრიტიკული ის სახმოვანებდა ამას. ნუ არც მას მოწონდა ჰარისი, მაგრამ ნუ აი never ტრამპისტი და თან ისეთი გამორჩილოთ აგრესიული. სად იყო იცი ვისთან იყო მიწოური პანელზე ჩარლი კერკთან, რომელიც არის ნუ არ ვიცი. არა უკვე დასაცილო. კონსერვატორების აღონ საუბრობდა კონსერვატორების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ახალგაზრდა ფრთის წარმომადგენელი, რომელსაც უწირასწარ მეტყველებენ სერიოზულ პოლიტიკურ მომავალს, რომ იცოდნენ ვინ არის ჩარლი კერკი, ეს უნივერსიტეტში და ახალ თაობაში, ესე იგი ჯენზიში და მილენიალებში, პრაქტიკულად მილენიალების ბოლო თაობაში მან დიდი წვლილი შეიტანა, რომ კონსერვატორებს და რესპუბლიკელებს მოეგოთ და ამ პანელზე იყო საუბარი ერთიანობაზე. სადაც მე ამათი ერთიანობაზე მოწოდებები დავინახე, იქ იმედი ჩამესახა, რომ შეიძლება ჩვენც რაღაცა გვეშველოს. თუმცა არის პატარა განსხვავებები, ხა ვთქვათ ესე არ არის. პატარა არა, დიდი გამეთქვა. აი კოცები მოშორდნენ, აი კოცები რა, თავრობიერად და ყველაფერი გამოვა. იცი რა, იცი პრობლემა მაინც არის, აი მან მივხვდი რა, ისეც მან ბატყუარები და თავთვაქცები მოშორდნენ, მან უკან. დავრწმუნდი იმაში, რომ პოლიტიკური კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური გამოცდილება. მიუხედავად ისეთი დაპირისპირებისა, რომ იმდენი საერთო რაღაცა მონახეს ამ ადამიანებმა, ნაწილმა ვერ მონახა და მაინც დეპრესიაც ზოგი ნუ ახლა ეს რადიკალური უმცირესობა ყოველთვის იქნება ყველა მხარეს. ხო, ანუ ქვეყნის ინტერესის ირგვლივ იგივე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით იმდენი ხალხი თანხმდება რაღაცაზე, იმდენი ხალხი თანხმდება იმაზე, რომ ხელი უნდა შეუწყოს ახალ ადმინისტრაციას და ახალ ხელისუფლებას. რომ საქმე გააკეთოს, რომ ეს ცოტა შემშურდა მაინც. ნუ ჯერჯერობით ისევ საქართველოს მოქალაქე ვარ და სანამ მაგ სტატუსიდან არ გავალ, ჩემთვის ალბათ მეც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს შემოხდება, მაგრამ ხო, ძალიან საინტერესო ძვრები არის მაგ თვალსაზრისითაც, ანუ აი ესეთი common sense-ზე რომ ვლაპარაკობდეთ ჩვენ, ხო, საღი აზრი იმარჯვებს მაინც მარცხნივაც და მარჯვივაც, მე არა ვარ მომხრე, მე არ ვარ რადიკალი მემარჯვენე, far right, საერთოდ არ მინდა, რომ ძალიან რადიკალურმა მემარჯვენე იდეებმა მუდმივად გაიმარჯვოს. უფრო შუაში ვიქნებოდი დიდი სიამოვნები და დაბალანსებულ პოლიტიკას ვიხილავდი ამერიკაშიც და ყველგან მსოფლიოში. რაც იდეალური იქნება ალბათ რა. ძალიან საინტერესო წელი გველის წინ ძალიან იცვლება უკვე რაღაცეები, ესე იგი ტრამპის ეფექტი დაარქვეს ამას. რომ წინასწარ იცვლება რაც მოსალოდნელი იყო, რის შიშიც შეიძლება ქონოდა ვიღაცას, რომ ესე მოვიდო და დაერევა დემოკრატებს და ყველას ვინც მის წინააღმდეგ იყო, ეს შიში ნელ-ნელა ქარწყლდება და მარცხენა მემარცხენე, მაგრამ მე მარცხენას ვეძახი შეგნებულად, მედიიდანაც ისმის უჩვეულო მესიჯები და ნელ-ნელა ისევ ემსგავსება მედიას, ეს მედია საშუალებები, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ მედია საშუალებებზე. და ამაზე მინდა რომ აუცილებლად ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ მე მგონი არა ვართ არავითარი კონjunktურით შეზღუდული და მე მგონი მაქვს უფლება, რომ სრული თავისუფლება. ჩემი დამოკიდებულება გამოვთქვა პროპაგანდისტულ მედიაზე, რომელიც ჩემთა სამწუხაროდ და საკუთარ თავზე გამოვცადე ეს რამდენიმე კვირის წინ ორივე მხარეს არის და ეს არ არის მარტო ტელეიმედი. აქეთ მხარესაც, ესე იგი აქეთ ანუ ჩვენ მხარესაც გვყოლია, არა, ჩვენ ყველა ვიცოდით, რომ ყავს ეს ზონდერ მედია,
მაგრამ ასეთი დაუნდობელი თუ იქნებოდა, თქვათ, საკუთარი თანამოაზრეების, მეგობრების და ასე შემდეგ მიმართ იმ თვალსაზრისით, ანუ ცილის წამების თვალსაზრისით არ გვეგონა. ესე იგი, მე არ მეგონა. დასკვა გავაკეთე, რომ საერთოდ არ ღირს საკუთარი აჯენდის და ინტერესების გატანის ხარჯზე თვალის დახუჭვა არაფერზე. და არ ღირს ისეთი მედიის მიღება და ისეთი პოლიტიკის ამ მედიაში მიღება, რომელიც შეიძლება არ იყოს ბოლომდე გულწრფელი და იყოს ცრუ და ცილისწამებელი. არც მეტოქის მიმართ არ შეიძლება ცილისწამება. არსებობს ომშიც კი არსებობს რაღაც წესები და კანონები და ეს კანონები უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად სავალდებულო ამ კანონების შესრულება. არ ვიცი ხა თუ უნდა შევეხო თუ არა ამ საკითხს კონკრეტულად, მაგრამ რაღაცნაირად ჩაცხრა თვითქოს ეს ვნებები. მე და ჩემი ოჯახი გავხდით პირდაპირ თან გაუგებრობაც არ იყო, ალბათ იყო რამდენიმე საათიანი გაუგებრობა, ძალიან აშკარად და ღიად ჩანდა ყველაფერი კადრებში, რომელიც ატრიალა მთავარმა არხმა, ატრიალა იმ ხალხმა, ვისაც კარგად ვიცნობ და ვინც დააზუსტა თან რა მოხდა, იკითხა რა მოხდა, დააზუსტა და შემდეგ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მე გამხდარიყავი მთავარი სამიზნე და არა ის ხალხი, ვინც სამიზნე უნდა გამხდარიყო. აი მინდა კითხო მაგაზე რა, ესე იგი, დავანებოთ თავი, რომ შენი ოჯახია პირადად გეხება და ემოციურად ჩართულობა. რა შეჭირდებათ ესეთი რაღაცები? რას მიაღწია სამეთი? რა პოლიტიკური მიზანი აქვს? რა სიკეთე ნახეს? აი ეს არ მესმის, იცი რაღაცა სარიელი ბოღმა არის, თუ რა უბედურებაა, რა ხდება? რამდენიმე მიზეზი ქონდა ამას, ახლა ამაზე საუბარი არ ვიცი რამდენად მართებული არის, იმიტომ რომ ამ ეთერში რამდენად მართებული ამაზე საუბარი არ ვიცი, მე მაქვს ჩემი რაღაცა შემექმნა ყოველ შემთხვევაში ესე დაიწმინდა რაღაცა წარმოდგენა რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ მე იმედს ვიტოვებ, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო იდიოტის როლი შეასრულეს, აი ამ რაღაცა ჩემი შეჩერების თუ გაშავების თუ დისკრედიტაციის პროცესში, რაღაცა დაიძრა ამ ემიგრაციის და ფონდის საქმე იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთება მოვახერხეთ მოკლე დროში. და მოკლე დროში ავკრებდეთ. ვფიქრობ, რომ ეს არ მოეწონათ? არა, მე ხო არ ვამბობ, რომ ახლა წარმოუდგენელია, რომ ერთი მიზნის ირგვლივ და ერთი მიმართულებით მუშაობდე და იბრძოდე ადამიანი და არ გინდოდეს, რომ ვიღაცა გეხმარებოდეს ძალიან დიდი რესურსის მქონე ჯგუფი გეხმარებოდეს და ჩართული იყოს ამაში, ხო? ანუ წარმოუდგენელია, რომ ჩემს მიმართ პირადი რაღაცა უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდეს რაღაცა კონკრეტულ ტელევიზიას და ამიტომ გაეფუჭებინათ ეს საქმე. ამასაც უშევ ხარ, მაგრამ არ მჯერა უფრო ამისი. უფრო იმის მჯერა, რომ თავისი მიზეზი ქონდა ამას, ანუ კამპანია მანამდე დაიწყო. ვიღაცა შემოვიდა ჯგუფში, რაღაც აბსურდული ბრალდებები გაისმა, ისეთი რომ გამეცინა უბრალოდ სერიოზულად ვერ აღვიქვა მკოცების ბრალდებებზე, ისეაც სერიოზული რეაქცია არასდროს არ მაქვს, მაგრამ იმიტომ რომ როგორც წესი ყველაფერს ტყუიან. რაღაცა ბიძინა ივანიშვილისთვის მილიონიანი ტექნიკის მოპარვა თუ რაღაცა მითვისება დამბრალდა და ბევრი ვიცინე ამაზე. ამას მოყვა ჩემთვის თუ სადმე გამინაცილე რა. ანუ იმეც ხო მაგაზე ცალკე ანეკდოტი არის ეს ამბავი.
ვისაც აინტერესებს შეუძლია მკითხოს და მოუყვები მე ამ საკითხს ეს ტექნიკის თემა საიდან წამოვიდა ლუბა ელიაშვილს აბრალებ და მასაც არ წაუყია სხვა შორის ლუბასთან მე სულ არ მაქვს კარგი დამოკიდებულება და ურთიერთობა მაგრამ მასაც აბრალებ და ბიძინა ივანიშვილი ამას მე არსად არ ფიგურირებდი მანდ ცხადი არაერთად წვდომა მილიონიან ტექნიკაზე მე არ მქონდა ძალიანაც რომ დომოდა ხო მე გაგრძელდა ჩემი აზრით საქართველოში ყველაზე ბინძური და ყველაზე ცუდი ჟურნალისტის მხრიდან ჟურნალისტი ქვია ქალს, რომელსაც შეუძლია უტიფრად ვიღაცას რაღაცა დააბრალოს, ცილის წამოს, ცნობილია იმით, რომ თანამშრომლობდა ჯერ კუდთან, შემდეგ სუსთან, შემდეგ ყველა ადამიანი არ არსებობს, ვინც მას იცნობს და არ ერიდება მასთან ნებისმიერ სახის შეხებას, იმიტომ რომ როგორც არ უნდა შეეხო ამ ადამიანს, რაღაცა სიბინძურეს მოგცხებს შენც და ეს ჩემი დამოკიდებულება სახელსლეგვარს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ამ ადამიანს სხვანაირად უნდა მივუდგე და გეგმაში უკვე დაწყებული მაქვს ეს პროცესი, ესე ვთქვათ. და აუცილებლად პასუხს აგებს ამ ცილისწამებაზეც რაღაც აბსურდული ერთი წინადადების გამო რაღაცა მეორე კამპანია დაემატა ამას 2 დღეში და მესამე თუ მეოთხე დღეს ხდება აი ეს ის არ იყო ჯერ ჩამცხრალი აი ეს წყევლა გრულვა და მუქარა და ცილისწამება და რაღაცა სახელების წოდება ჩემთვის მრავალათასიანი აუდიტორია ყავს ამ ადამიანს და უცებ დაემთხვა ეს ამბავი ძალიან უცნაურია ასეთი დამთხოვები ასეთ დროს მაგრამ ისე გამოვიდა რომ დაიწყო კამპანია და დაგვირგვინდა მოკლედ ჩემი შვილის ამბით და ყველაზე უცნაური მან რა იყო თორნიკე იცი რომ თვითონ მსხვერპლი ვინც არის აი ის მედია და უშუალოდ მსხვერპლი ეხლაც მოვისმენ ცოტა ხნის წინ საუბრობდა რომ ერთი ადამიანი იყო და ეს ადამიანი ნახსენებია განყენებულად ვინც შემდეგ მოვიდა და დამეხმარა ანუ ის თავდასხმა მანამდე დაიწყო და ამის პროცესში მიდის ერთი ადამიანი და ეხმარება იქ გასაგებია რომ შეიძლება ვიღაცას აერიოს და ეგონოს რომ მათთან ერთად არის მაგრამ ნუ ახლა რატო უნდა წარმოიდგინო რომ ყველაზე კრეტინი და ყველაზე სულელი იმ თვალსაზრისით რომ თავს არ შეინიღბავდა მაინდა-მაინც ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო და არ დაფარავდა თავის სახეს რატო მივიდოდა ადვილად ამოსაცნობი რა ვიცი ქუდით თუ ემეთი რა ქვია ცალკე საკითხია რა ლოგიკასთან რომ გამადიდებელი შეიძლება რომ კიდევ თუ არა მე ვარ ხო პირდაპირ გამარჯობა მე ვარ ისა რა ქვია ხო ნუ ციგიჟია ხო ამ ადამიანმა მე ვისაც აქამდე ვსაუბრობდი აი ჟურნალისტმა ვინც დაიწყო ეს რაღაცა კამპანია ჩემს წინააღმდეგ დააპაუზა მომენტი როდესაც ეს ცდილობს რომ ფეხი ისე აწიოს და დადგას რომ ძირს დავარდნილ ადამიანს არ დააბიჭოს ძალიან ფრთხილად ესე იგი თვალში მოსახვედრად უცნაურად იქცევა იმ თვალსაზრისით რომ რაღაცა ცდილობს რომ გადაეფაროს თითქოს ამ ადამიანს და რაღაც მოიგერიოს ამისი კორპუსით კი არ გადაეფაროს ესე ფეხი სწორად ჩადგას რომ მოიგერიოს სხვა თავდამსხმელები და იმ მომენტში აქ დაპაუზებული როცა ფეხი აწია რომ დადგას გამოდის რომ ვიდეო უთხრავს ხო და თითქოს ურტყამს ისე და შემოხაზული აქვს წითელი მარკერით და დადებული აქვს თავის კედელს დღემდე უდევს ეს დღემდე უდევს მთავარ არხს ის სიცხვილია რაც ედო ძალიან სიცხვილია იცი რა ბევრი რაღაცაა ბევრი რამეა რაც შეიძლება მათ ვუწოდო უბრალოდ ეხლა კონტრპროდუქტიული იმისთვის კი არ მგონია რომ მარტო პროცესს კი არ დააზიანებს უბრალოდ ჩემთვისაც ნერვები შეიძლება არ მეყოს ეხლა აი ამ ბრძოლაში რომ შევიდე ოღონდ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ აღარასდროს არ ქონდეთ საშუალება რომ რომელიმე მედიაში ჟურნალისტის სტატუსით მუშაობდნენ თუ არ მოიხდიან
ბოდიშს ისე, რომ აღადგინონ აი ის სტატუს quo, რაც იყო მანამდე და რომ არც ერთ ადამიანს აღარ ეგონოს, რომ ჩემი ოჯახის წევრი არის ოლიგარქის ტიტუშკა. აი ამას სანამ არ გააკეთებენ, მართლა გეუბნები, არ მოვასვენებ არც ერთს. ეხლა ვარ ძალების აღდგენის ემაში, რა ქვია. იცი რა, მე მგონია რომ ეს რეჟიმში. პრინციპულია, ნინო, არა მარტო იმიტომ რომ თქვა შენ გააკეთე. საერთოდ არავის არ უნდა არა ცილის წამება, ისეთი რამეა. აი ხა ძალიან ზოგად სიტყვას ვამბობ, მაგრამ არავის არ უნდა გაუვიდეს არასოდეს რა ეს რა. ამას ვამბობ, ზუსტად ამას ვამბობ, რომ მტრის მიმართაც არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს. ასეთი უბტიფარი, ასეთი უსამართლო, ასე არამოწმებდე, არაპროფესიონალიზმმა შეიძლება აი ნათელი მაგალითია რა შეიძლება მოიტანოს არაპროფესიონალიზმმა. ან როგორც ექიმმა შეიძლება თავისი შეცდომით მოკლას პაციენტი, ან არასწორი წამლის დანიშნვით, ან საოპერაციო მაგიდაზე, ან ანესთეზიოლოგმა, ნებისმიერმა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება მოკლას ადამიანი, ასევე შეიძლება ვიღაცის უბრალოდ ელემენტარული მოთმინება სჭირდებოდათ და იმის გადამოწმება ჭირდებოდათ, ან დაფიქრება იმაზე, რა შეიძლება ამან მოიტანოს, თუ ვიღაცას დავაბრალებთ რაღაცას და სხვა შორის ერთი ადამიანი კიდე უჩივის სასამართლოში უკვე. ვიღაცის სახელი დაასახელეს ესე და ამ ადამიანმა დადო რაღაცა თავისი მოძრაობის ანტენების მიხედვით, სატელეფონო ანტენების მიხედვით თავისი გადაადგილება და უჩივის ეს ადამიანი სასამართლოში. მე არა ვარ რიგითი ვიღაცა MMA-ის ქართველი გუნდის, ისა რა ქვია, სპორტსმენი და არა ვარ ვიღაცა ადვოკატებზე დამოკიდებული ადამიანი. მე უბრალოდ სასამართლოში კი არ ვუჩივლებ. ანუ ძალიან ძვირად დაუსვამ ყველა იმ ადამიანს იმ სიტყვებს, რაც მოისმინე საკუთარი თავის და საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. კვლელობა, თავდამსხმელობა, მოძალადეობა და ვიღაცის ამ ვითარებაში თან ზონდერობის დაბრალება არ შეიძლება, რომ შერჩეს არც მედია საშუალებას, არც რედაქციას, რომელმაც ეს გააკეთა, არც ჟურნალისტს, რომელმაც თან ჯიუტად იმეორა ეს და აქეთ კიდე ამატა და ნავთი ასხა ამაზე და გამთხვარა თავის არაპროფესიონალიზმში, თავის უცოდინდრობაში და უნარობაში, რომ თავისი ემოციები შეეკავებინა და გარკვეულიყო რა ხდება და როგორ ხდება. მე დავუშვი შეცდომა, რომ ვიყავი გულწრფელი, რომ თქვი, რომ ჩემი შვილი იცნობს, რომ ვიცნობთ ყველა იმ რამდენიმე ადამიანს, მე ერთს ვიცნობ, მაგალითად ლუკას წრიდან ვიცით, ოღონდ ლუკას წრე არ ნიშნავს, ძალიან ახლო წრეს. შიდა წრე არ არის ეს. თბილისში ცხოვრები ახალგაზრდები ერთმანეთს იცნობენ მით უმეტეს იმ უბნებში, რომლებიც ახლოს არის ერთმანეთთან, მარტო ცენტრალურ თბილისში არ ხდება ეს. გარეუბნებშიც ასეა. ვისაც მე ვიცნობ, უბრალოდ ვიცნობ, იმიტომ რომ შემოფასონ, დაღუპულია ჩემი საქმე, ხო? ხო, არა, თუნდაც შენი ახლო ძმაკაცი იყოს რა, საიდან მიიწვია, რომ აუცილებლად ასეთ რაღაცას ჩადის, ხო? და ასეთი რამით არის დაკავებული. მერე წავიდა ლუკას ოჯახზე, მეორე მხრიდან ოჯახთან დაკავშირება ამ ამბების და ეს საერთოდ გულისამრევია, იმიტომ რაშუაში ადამიანი რო იბადება, ის არ ირჩევს ვინ იქნება მისი ნათესავი და ბიძა და არც ბებიას, არც ბაბუას, არც მშობლებს არ ირჩევს სხვათა შორის. და შვილები ამიტომ არ აგებენ პასუხს იმაზე, როგორ მშობლები ყავთ. თუ თვითონ არ შეადიან რაღაცას, ხო? ანუ ფაქტი არის, ამ ფაქტს უყურებენ, რომ ერთი რაღაცა ხდება კადრში, ერთი მიმართულებით მიდის ადამიანი და უტიფრად ამტკიცებენ, რომ მიდის სხვა მიმართულებით. ანუ ჩანს, მე ყველა ნახეთ, ხო და მსხვერპლზე ვსაუბრობდი. არც ერთი მსგავსი სიუჟეტი და ქარდი არ დადებულა TV პირველში. არავის არ გაუჩნდა კითხვა რატო? ანუ რატო ცდილობდა ერთი არხი
ასე ერთი მაგას არ დავყურებია ფოტოშოპს ტელეფილმში არ იყო ხო ესე არა იმ დღესაც არ იყო იმ დღესაც არ იყო ის ქარდი ანუ მე რო გამოვაქვეყნე ეს სტატუსი ნორმალურმა ადამიანმა მიუხედავად იმისა რომ ყველა მედიას რომელიც დღეს გვაქვს საქართველოში აბსოლუტურად ყველა მედიას ყავს ვიღაცა და ფინანსებელი და ყველას აქვს თავისი პოლიტიკური აჯენდა სამწუხარო და არ არის თავისუფალი ბაზარი იმ თვალსაზრისით რომ რეკლამაზე და მართლა ბიზნესს აინტერესებდეს რომ ტელევიზიაში ჩადოს ფული ან რაღაცა ნახვების მიხედვით კონდეთ მონეტიზაცია გააკეთონ თავისი კონტენტის გასაგებია ყველაფერი მაგრამ არ ზღვარი არსებობს რაღაცა ხო არც ფორმულა სადღაც არ გაუკეთებია ეს მიუხედავად აი იმისა რომ ისინიც ვიღაცაზე დამოკიდებულები არიან ხო ანუ გამოიკლია ეს ამ ადამიანებმა ანუ დასხდნენ და ნახეს ყველა კადრი და აქვთ ალბათ რაღაც 5 თუ 6 კამერა და ნახეს ის რომ არსად არც ერთ ეპიზოდში სხვაგან არც ერთ ეპიზოდში არ ფიგურირებს ჩემი შვილი ზუსტად ისე არის როგორც მე დავწერე როგორც მამამისმა დაწერა რაც თვითონ მოყვა ანუ აბსოლუტურად შემთხვევით არის იმ ადგილას აღმოჩენილი ეს ადგილი არ არის შორი არც ჩემი სახლიდან და არც მამამისის სახლიდან აბსოლუტურად არსად არაფერს არ აკეთებს გარდა იმისა რომ მიდის ხედავს რომ ვიღაცა დაეცა და დაესხნენ თავს და არც ის იცის ვინ არიან ესენი ესეც ეთყობა მე გეუბნები რა მითხრა თვითონ ჟურნალისტმა რომელმაც დამირეკა იმ მედიიდან ვისაც უშუალოდ შეეხო ეს ამიდის ეხმარება და მე არავისთან კომუნიკაცია არ აქვს საერთოდ აი ერთ სიტყვასაც არ ცვლის არავისთან პირდაპირ მიდის ცალკე მარტო და შორდება იმ ტერიტორიას. ანუ ეს თუ შეძლო რომ ენახა მსხვერპლს და მსხვერპლის მხარეს. თან ჟურნალისტმა დამირეკა რომელიც თვითონ ამ დროს იწვა იმეთი რა ქვია თავის ტრავმით. და მანამდე წინა დღეს დაესხნენ თუ 2 დღით ადრე დაესხნენ თავს. ანუ მან თუ შეძლო ეს რა ასეთ ემოციურ ნემაში მდგომარეობაში ჩავარდა სხვა არხი და ასე როგორ განიცადეს თავისი კოლეგების დასისხლიანებული თავები და ისინი არ განიცდიან ანუ რომ დაკარგეს საერთოდ რაღაცა რეალობის აღქმის და ფაქტების შეფასების უნარი და პირდაპირ ადგენენ და დაადეს ხელი ადამიანს რომელიც არის ერთადერთი ბევრ ასეულ ადამიანში იქ ვინც ვისაც იყო იმისი სიმამაცე და გამბედაობა რომ მისული იყო და ჩარეული იყო ამაში მე რომ მიხვდა ესე იგი ამ ხალხმა უყურა ამ ეპიზოდს და მიხვდა რომ ხეს იდიოტობაა იმის მტკიცება რომ იგივეს აკეთებს ეს რაც წვები აკეთებენ ხო ანუ 6 კაცი უტყავს და ერთი აშველებს და ეხმარება და ელოდება რომ დადგეს ფეხზე და უყურებს დადგა თუ არა ფეხზე ხო მოკლედ ეს სხვა კამერების ჩანწერები ვიცი თვითონ უშუალოდ დაზარალებული მხარისგან რომელმაც კომენტარი მთხოვა და თავი შევიკავე ხა ჩვენი ეთერი არ ფარავს იმდენს რამდენიცაც ტv პირველი ფარავს და იგივე სხვა არხები ხო და ამიტომ თავი შევიკავე არ მინდოდა საერთოდ არაფერზე კომენტარს გაკეთება იმ მომენტში და თვითონაც საერთოდ არ ახსენეს ხო ანუ არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეიძლება ამან შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები გამოიწვიოს ადამიანის ცხოვრებაში ასეთი ტიპის ცილისწამება ნებისმიერმა ცილისწამებამ და განსაკუთრებით ასეთი ტიპის ცილისწამებამ ხო, მოკლედ მედიაზე ვსაუბრობდით და ჩვენ საიდან გადავედით ამ თემაზე, რომ აქ შეიცვალა ცოტა მედიამ რიტორიკა მეთქი და ჩვენთან რა მოხდება ამ მიმართულებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ კი რამე შეიძლება საქართველოში და თუ არ შეიძლება სავარაუდოდ გაქრება ეს მედიებიც და მე ასეთ ფორმატზე გადავა უმეტესობა
და მე იმედი მაქვს რომ რაღაცა შეიძლება და გაიხსნება ბაზარიც შეიძლება ამ მედია საშუალებებს რომ ვთქვათ თავისი პროდუქტის და შინაარსის მიხედვით მიიღონ დაფინანსება და უნდა გაიცხრილოს ის ხალხი და ის მედია საშუალებები რომლებიც ვიღაცის ჯიბეზე იქნებიან გამოკერებული და ეს განუკითხაობა ერთხელ და სამუდამოდ რაღაცნაირად უნდა დასრულდეს. იცი რა, კავშირმა უნდა რაღაცნაირად აი ამერიკაშიც რატო იცვლება, იმიტომ რომ აუდიტორია რაღაცნაირად უკმაყოფილეა და უფრო რეაგირებს. ხო, იქაც რაღაც უნდა მოხდეს და ამაინტერესებს კიდეც ის შენი რეაქცია აი საზოგადოებრივ ტელევიზიასთან დაკავშირებულ ამბებზე. საჭიროა ის რაც ხდება, რამდენად სასარგებლოა და რამდენად ის რომ გაიხსნა. აი რომ აპროტესტები ამას რომ მიდიან რომ ცდილობენ რა ვიცი. შეხედე საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდე არის სხვა ფენომენი. საზოგადოებრივი მაუწყებელი იგივეა, რაც პოლიცია ამ შემთხვევაში ან რაც მთავრობა, პარლამენტი ის ფინანსდება მოქალაქეების გადასახადებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ანგარიშვალდებული პირდაპირ საქართველოს მოქალაქეებთან. საერთოდ უნდა არსებობდეს ესეთი სტრუქტურა, უნდა იყოს. ნუ ხა მე ჩემ იდეალურ სამყაროში არა. სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს ტელევიზიას. საერთოდ არ უნდა არსებობდეს ტელევიზია, რომელსაც ვიღაცა აფინანსებს და იყენებს რაღაცა პოლიტიკური მიზნისთვის, ან შეიძლება მაშინ ყველასთვის უნდა იყოს გახსნილი ეს ბაზარი და მე არ ვთვლი, რომ დღეს აი ამ ეპოქაში საჭიროა რაღაცა განსაკუთრებული ტექნიკური აღჭურვილობა იმისთვის, რომ კარგი კონტენტი დადო, არ ვთვლი ამას, იმიტომ რომ მაქვს მაგალითი გასაგები ამერიკული აუდიტორია ბევრად დიდი როა და აქაური მონეტიზაცია და ქართული და ქართულენოვან კონტენტს რამდენი ადამიანი უსმენს და ინგლისურენოვანს გასაგები განსხვავდება, ხო? ძალიან განსხვავდება ბაზარი, მაგრამ საქართველოს ახლა ერთ-ორ პოლიტიკოს ამ ბოლო დროს ვინც პოპულარობის გზას დაადგა შედგა, ესე ვთქვათ, რაღაცა ახალ იმაზე, ახალი სუნთქვავისაც გაეხსნა. 28 მილიონი ნახვა თუ აქვს ერთ პოლიტიკოს, ესე იგი შესაძლებელია, რომ მედია კონტენტსაც ჰქონდეს. ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს, რა ვიცი, რამდენი მილიონიანი ნახვები და ესა რა ქვია. ესე იგი შესაძლებელია სინამდვილეში და. ხო, რა თქმა უნდა შესაძლებელია და მე ის ვისაც უნდა რეკლამის მიტანა, მიიტანს იმ გადაცემაში ან იმ პოდკასტში ან იმ მედია საშუალებაში, რომელიც იქნება პოპულარული. შინაარსზე უნდა იყოს ყველაფერი დამოკიდებული და ხარისხზე და კეთილსინდისიერებაზე. მე შეიძლება ჩემ აზრს გამოვთქვამდე და ამას არ ეთანხმებოდეს, შეიძლება არავინ არ ეთანხმებოდეს. მაგრამ ეს უნდა იყოს გულწრფელი და მე არ უნდა ვწამებდე არავის ცილს, არ უნდა ვტყუოდე. მე შეფასებაში რომ შეიძლება ვცდებოდე არ ნიშნავს იმას, რომ მე ვტყუი, ხო? შეიძლება მე ვფიქრობდე რაღაცას და იყოს ჩემი აზრი ეს. მაგრამ მტკიცებით ფორმაში ასეთი იმპერატიული ტონით ვამტკიცებდე თორნიკე მონაწილეობდა კენედის მკვლელობაში და გაბრალებდე შენ ამას და როგორც პროკურორი სასამართლოში ასეთ ბრალდებას გიყენებდე, ეს არ შეიძლება. მე შეიძლება ვთქვა, რომ აი ჩემი აზრით რაღაცა მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა კავშირი უნდა ქონდეს თორნიკე ბერიშვილს, მაგალითად, რატომ დაგაბრალე ხა კენედის მკვლელობა, მაგრამ რაღაცასთან. ესეც რაღაც ვარაუდის რაღაცას უნდა იყოს დაფუძნებული გასაგები, ახლა რაღაცა ისეთ აბსურდულ იქამდე მიდივართ, იცი, 2x2 4-ად ბევრად უფრო რთული დასამტკიცებელია, ვიდრე ის რა არ უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში მედიამ. და როგორ არ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი და მე როგორ არ უნდა წერო შენი ცდარი, ცილისწამებელი და ცრუ პოზიციის გასამყარებლად კიდევ Facebook პოსტები და კიდე არ უნდა ამუნათო ვიღაცები და არ უნდა ტენო რაღაცა ვაკელი დეიდები ნუ გადაეფარეთ და რაღაცა მსგავსი ტექსტებით არ უნდა გამოდიოდე თავმოყვარე არც ჟურნალისტი და არც ეს რა ქვია, რა ვიცი, საზოგადო მოღვაწე.
იყო იქ ერთი ორი კიდე მაგათაც მივაკითხავ კაცო მე ერთი ქალი იყო განსაკუთრებულად აქტიური რომელმაც თავი საზოგადოებას გააცნო და დაამახსოვრა ერთი რამით ანუ 2012 წელს რაც კი შესაძლებელი იყო და სადაც იყო შესაძლებელი, ყველგან შევარდა და დააყადაღა ყველაფერი. არ ვიცი, დეიდა, დამყადაღებელი, ძალიან ესეთი აგრესიული ქალბატონი იყო და მხოლოდ მაგ დღეებში გავიცანით ეს ადამიანი და მე დაგვავიწყდა სულ ყველას. უბრალოდ ახლა ვისაც კარგი მეხსიერება გვაქვს, იმათ ახსოვთ სახელი და გვარი. ეს ადამიანი იყო გამორჩეულად აგრესიული, ანუ ამ ბრალდებებში რა. ხო და რაღაცა ეს ტენდენცია შევატყო ახლა ამ Facebook-ზე საზოგადოებრივ აზრსაც შეეხება და საზოგადოების რეაქციას, რომ რატო გადავედი ხა მე მასე საზოგადოებრივ მოუწყებელზე უნდა მელაპარაკა, სულ არ მინდოდა პერსონებზე ლაპარაკი. მოკეთ ის ხალხი, ვინც ასე ისურის ბრალდებს, ხო, მას შეიძლება მე არ მოვთხოვო იგივე, ხო, რა მინდოდა მე თქვა, მას შეიძლება არ მოვთხოვო იგივე და არ წავიდე თქვა სასამართლოში მის წინააღმდეგ არ ვიჩივლო, იმიტომ რომ ეს არის მისი დამოუკიდებელი აზრი და მის გამოირჩეოდა მოგეთ აგრესიით ჩემს მიმართ, ჩემი შვილის მიმართ და ამტკიცებდა რომ ყაჩაღი და მკვლელი და ასე შემდეგ არის და საერთოდ ხელმძღვანელია იმ ჯგუფის. ეს არის მისი აზრი. მას შეიძლება რომ მას აქვს უფლება რომ ეს აზრი ქონდეს და სიტყვის თავისუფლება აი ასეთ იდიოტიზმსაც და ცალსახად ბოროტებას, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ არის ეს, უბრალოდ გაბოროტებულია, იმიტომ რომ სხვა ვერაფრით ვერ გამოიჩინა თავი ბევრი 12 წლის და მეტის მანძილზე და რაღაცაერთ მიეცა ასპარეზი, ესეთი შაბეჭება დამრჩა, რომ აი იქ რაღაცა ავთანდილის ანდერძის ზომის დასაბუთებებს წერდა რატო არის, ნუ უღმაღი ქვამდა ყველაფერს. მაგრამ ის არ არის ჟურნალისტი და არ არის თან აღარ არის საჯარო პირი, არაფერს არ წარმოადგენს. იუზერი არის Facebook-ის. ანუ მას აქვს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას Facebook-ზე, რა თქმა უნდა. მაგრამ ჟურნალისტი, რომელსაც ყავს მილიონი გამომწერი, ან მედია საშუალებაში მუშაობს, რომელსაც რამდენიმე მილიონი გამომწერი ყავს და ყოველდღიურად აქვს ძალიან მაღალი engagement-ი და ყავს დიდი მსმენელი, მას არ უნდა კონდეს უფლება, რომ ცილის წამოს ვიღაცას და აი ესეთი დამახინჯებული ინტერპრეტაცია სინამდვილეთ და სიმართლეთ გაასაღოს თან მტკიცებით ფორმაში. ნუ პასუხისმგებლობა აქვს სხვა აბსოლუტურად მითხრა. ხო, აი ხა დიარასაც წერს, ზუსტად ABC-ის ეს ნიუსი ხა დიარაზეც საუბრობს, ხო? მე დავდე 2 დღის წინ. და ზუსტად ეს ვიგულისხმე, რომ ეს არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. ეს არის ფასი ტყუილის და ცილის წამების. ამიტომ მოიმზადოს ყველა იმისთვის, რომ პასუხს აგებს. ხო და რატომ მოვიყვანეს? ეს ჩემი მუქარა მიიღეს, მოკლედ პირადი ანგარიშწორების მუქარით. ანუ მე რო დავწერე, რომ ან გაასწორეთ, მეთქი თავარა. შურისძიება. არა, ფიზიკური ანგარიშწორებაო. მე ეს ქალი ამბობდა, აი რომელიც გამოირჩეოდა ჟურნალისტებთან ერთად, ჟურნალისტების მიღმა აი ყველაზე აგრესიული, აქეთ მხარეს ეგ იყო, ის ამბობდა, რომ გაგვაღიზიანა მისმა ტონმაო, რომ აქეთ თავს დაგვესხაო, რატომ იგივა თავი თავრახთან არ ვიცი. და იმუქრებოდა პირადი ანგარიშწორებით. მათ წარმოუდგენიათ ესე რა, როგორი ავად ყოფია ესე რაღაცა ნაწილი ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებით ყველაზე დაბოღმილი აი წინა ხელისუფლების დროს ასეთი ფიგურები, რომლებმაც გაიელვეს ძალიან ნეგატიური, მით რა ქვია, კვალი და ცუდი სუნი დატოვეს პირდაპირ ქართულ რეალობაში რაღაცა ყროლის სუნი დატოვეს და ბოლო-ბოლო დაავიწყდა ხალხს, ახლა ეს სუნიც გავიდა, ხო? ისინი უყურებენ ასე, აი განსაკუთრებით
გული აგრესიით გამოირჩევა ეს ხალხი სულ 2012 წელზე ლაპარაკობს და ეს ის ნაწილია რომელიც რაღაცნაირად ერთი რეგიო ფრაზაში არის ჩახვეული, რომ აი ეს რა ჩვენ ვიცოდით რა იქნებოდა და თქვენ დაღუპეთ ეს ქვეყანა და ეს რაქენი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მეზარება ხა მაგას ლაპარაკე და ჩვენ სმეელსაც მგონი არ უნდა ამის მოსმენა, რატო ვიყავით უფრო ადეკვატურები ისინი, ვინც მივეცით ხმა აი ამ ახლანდელ ასე ვქვია პარტიას, ვინც ახლა არის ხელისუფლებაში თუმცა მაგათთვის არ მიგვიცე ხმა, მაგრამ მაინც ივანიშვილი ხო არ შეცვლილა რა. ხო და ეს ხალხი თulis რომ ესე იგი დამელოდეთ და თქვენ გაგცემთ პასუხს, ნიშნავს რომ ჩახვალ ვიღაცასთან და პირად ანგარიშწორებაზე გადახვალ, თაყვანს გაუერთიანებ, ან რა ვიცი ხელისუფლება თუ შეიცვლება ვიღაცას შეუკვეთავ ანგარიშწორებას. არა, ეს არ ხდება. ყველა გავლენიანმა მედია საშუალებამ თუ ინსტიტუტმა უნდა აგოს პასუხი ცილისწამებაზე, უნდა აგოს სამართლებრივი გზით. და სანამ აი ამ თვალსაზრისით არ აღდგება ეს არ აღსრულდება სამართალი, მე არ მოვისვენებ ეს უნდა იცოდნენ. უბრალოდ თავისი დრო აქვს ყველაფერს და თავისი მომენტი რომელიც დადგება გაიგებს ყველა. ხო და საზოგადოებრივი მაუწყებელსაც შეეხება, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის პირდაპირ ანგარიშვალდებული. კერძო ტელევიზია, კერძო რაღაცა კომპანია შეიძლება რაღაცა პოლიტიკას აწარმოებდეს და მას შეიძლება ქონდეს რაღაცა პოლიტიკური ინტერესი და აჯენდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს ამის უფლება. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იმსახურებოდეს გამორჩეულად და ერთმნიშვნელოვნად საზოგადოებრივ ინტერესს. და რაც წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს, ხო, რამდენი სეგმენტიც არის და რამდენი ინტერესიც არის, ყველა ინტერესის დაკმაყოფილების ვალდებულება აქვს. ახლა ეს ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ხელისუფლების მსახური აღიქმებოდა საზოგადოებრივი ინტერესის სამსახურად და ეს ასე რომ არ არის. სტრუქტურა არის ეგეთი, რომ ვიღაცა ჩინოვნიკი აძლევს ფულს იქა და ჩინოვნიკი არ აძლევს ფულს, ფულს აძლევს ბიუჯეტი. ნუ, ეხლა ლოგიკურად თუ არჩევნების საშუალებით ვიღაცა აირჩიეს და იმ ვიღაცამ ის ვიღაცა წარმოადგენს უმრავლესობის ინტერესს, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის მმართველს გონია რომ უმრავლესობის და კორუფციული სისტემაა. სინამდვილეში ეს არ არის. სინამდვილეში საზოგადოებრივი მაუწყებელი თუ კი იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, უნდა იმსახურებოდეს მთელ საზოგადოებას, იმიტომ რომ ყველას გადასახადი დანაკრებილი თანხით ფინანსდება. მე გავაუქმებდი საერთოდ შემკითხე, რომ შენთვის რამდენად მისაღებია, საერთოდ გავაუქმებდი საზოგადოებრივ მაუწყებელს და საერთოდ გადავიდოდი ასეთი ტიპის მედიაზე და აი ასეთ კონკურენტულ ემაში, რა ქვია, ვითარებაში და გარემოში ვინც გადარჩებოდა, ის მართლა რაღაცა ხარისხიან პროდუქციას და პროდუქტს და საღაზრს ხარისხიან პროდუქტს შექმნიდა და საღი აზრიც უფრო გავრცელდებოდა, მე ესე მგონია, მაგრამ ნუ არ ვფიქრობ, რომ ხა ვინმე საზოგადოებრივი მაუწყებელი გააუქმოს ეს პერსპექტივა. მე საჯარო სკოლებსაც კი არ იქნებოდა მე რომ ხელისუფლებაში ვიყო სადმე. ჩემი გადაწყვეტილება რო იყოს ეს და საერთოდ კერძო სექტორს და ადამიანს მივცემდი იმის საშუალებას, რომ თვითონ დაეფინანსებინან ყველაფერი და თვითონ გადაეწყვიტა როგორ სკოლაში წავიდეს მისი შვილი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სხვა საუბრის, სხვა დროის სასაუბროა და ეხა 10-11 წუთი დაგვრჩა და ეგეც არათუ არ გვეყოფა, დასაწყებათაც არ გვეყოფა. ხო, კიდე რა არის, ეხა შენი აზრიც გითხარი რაღაცაზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ არ დატოვოს რეზიდენცია, ესე არ ვიცი, ეგ გადაწყვეტილება უკვე ესეთია ოფიციალური, იმიტომ ვისაც არ ვკითხე
ნინუკა ყველა ამბობს, რომ აზრი არ აქვს იმ შეურაცხმისთვის ბრძოლას და რაღაცა სხვა ფორმა მოუნახოთო და მართლაც ესე ახლა სიმბოლიზმს თუ გადავწყობი და კიდევ თორე მეორე მხრივ თითქოს რაღაცა ეს აქვს, ასე ვთქვათ, ემოციური და ესეთი, მაგრამ არ ვიცი, მე არ მგონია რომ სიმბოლური დატვირთვა აქვს მაინც იმას. კი, როგორ არა აქვს. თვითონ სასახლის, მაგრამ მეც არ მგონია რომ ეხლა ხელჩართული ბრძოლა თვითონ უშუალოდ შენობისთვის უნდა გაიმართოს, მაგრამ როგორ აპირებს ან საზოგადოება, ან პრეზიდენტი პოზიციის შენარჩუნებას, ალბათ დასავლეთის ხო, დასავლეთის დახმარებით იმედი გამოკვეთილი პოზიციით, ხო? მეორე მხრივ შეიძლება ვთქვათ გამოვიდეს იმ სახლიდან, რომ არ იყოს ეს ავიცილოთ ეს ასე ვთქვათ ჭუბი და აყალმაყალი, სადმე შეიქმნას ოფისი და საერთოდ უნდა ჩემი აზრით უნდა გამოაცხადოს დროებითი მთავრობა და არჩევნები დანიშნოს, ასე ვთქვათ. ანუ იქ იურიდიულ კაზუისტიკაში მიდის, რომ ამის უფლება აქვს, არ აქვს, როგორ არის, როგორ იქნება სწორად და პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს, რამდენადაც ვიცი. ნუ თუ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რის უფლებაც აქვს რა. ყველანაირად უნდა შექმნას, ასე ვთქვათ, ეს ინიციატივა ხელში აღუდგა. ჩემი აზრით. რამე გამოსავალი ჩანს შენი გადმოსახედიდან? მე ვერ ხვდები რა უნდა გააკეთდეს. ჩემი აზრით, ერთი, აი, ძალიან მოკლედ გეტყვი, მე მგონია, რომ სანქციები ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან აი ეს პროტესტი, რომელიც არ უნდა მორჩეს და სხვა ჯერჯერობით არ აჩვენს არანაირად. ეს ორი იარაღი მეჩვენება, რომ გვიჭირავს ხელში. სხვას ვერაფერს ვერ ხვდები. ეს ვერ ხედავს სხვა ვერაფერს. და საოცარი სიმტკიცე და თანმიმდევრულობა გამოიჩინა ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდობამ. ამდენი ხანია მართლა ეს პროტესტი მიდის და არ ცხრება და მეორე მხრივ ცოტა მე მგონი მოიკოჭნებს საერთაშორისო ზეწოლა რა არ ვიცი როგორ უნდა გააქტიურდეს ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ეს დამოკიდებულები ვართ და ესე თუ გააგრძელდა ვერ მართავს უბრალოდ ოცნება ქვეყანას რამდენიც არ უნდა ინაუგურაციები ატარონ ვერ მართავს და რაღაც მომენტში უნდა შენ გახსოვს მაგალითად რომ ბიზნესი ესე დარაზმული იყოს და ესე აშკარად ეთქვას რომ არა მე წინააღმდეგი ვარ ამისი ყოველთვის ბიზნესმენები ცდილობდნენ რაღაცნაირად თამაშს აქეთ-იქით პრაგმატულად მიდრომას რასაც ახლა ვუყურებ ეს არ მახსოვს ნუ ალბათ გამიწყრება ახლა ის ნაწილი რომელიც თაყვანს სცემს ჩემი ჩათვლით ქართული ხალხის ბრძოლას 80-იან წლების ბოლოს გაფიცვები მახსოვს მარტო მაშინ ჩემი მშობლების სამსახურებიც გაიფიცა და ერთ-ერთი დიდი აქცია იყო ცნობილი აქცია იყო ასე მოდიოდა რუსთაველიდან წამოვიდა ძალიან დიდი ტალღა და ამ ორგანიზაციების წინ ჩამოდიოდნენ ამ ორგანიზაციების თანამშრომლები და მამაჩემი საკ წყალ პროექტში გიბრო 4-ს ეძახდნენ მაშინ რუსულ სახელწოდება არის და დედაჩემიც მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ინსტიტუტში მუშაობდა და ვაკის პარკთან მახსოვს ჭავჭავაძეზე ზუსტად თავის სამსახურის წინ მოპირდაპირეთ დახვდა ეს მე ვიდექი ძალიან პატარა ვიყავი 87 წელია თუ 8 აღარ მახსოვს ნუ 10-11 წლის ჩვენ შევუერთდით მე ვიდექი უშველებელი საქართველოს აი პირველი რესპუბლიკის დროშით და ესეთი სულ მინდა რომ ეს არქივი სადღაც ვიპოვო იმიტომ რომ ამ მომენტში მოდიოდნენ ზვიადი მერაბი ყოველ ცოცხალი იყო მერაბ პოსტავაც მაშინ და აი საყოველთაო გაფიცვა რო იყო თუ გახსოვს ხო და რაც ჯაჭვი გქონდათ გაკეთებული ამ ადამიანებს და ესეთ თავში იყო ზვიადი და ასე მოდიოდნენ ჯაჭვში მოყავდათ და ნუ მე ჩვენ შევუერთდით და მე ამ ჩემ ხელად რო შემეჭირა ხელში ხო და ეს ბავშვი გაატარეთ ბავშვთან რაღაც ეს ცოტა არტისტული ეს ხო ქონდა და წინ მოვუძღვოდი ამ ერთ რაღაცა ეპიზოდი არის ჩემ ცხოვრებაში პატარა არა იცი რა მნიშვნელოვანია ეს დროშა მომქონდა პირველი რესპუბლიკის დროშა ეს იყო ყველაზე მასიური მე ხა ჩვენ მაგასაკიდან ჩართული ვარ მოკლედ ამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხო იყოს საუბარი არა ამაზე ასეთი მასშტაბური მხოლოდ ეს მახსენდება თუმცა
ის რაც ეხლა თბილისის ქუჩებში ხდება, ასეთ რამე არ მახსოვს. არა, არ მეც არ მგონია რომ სადმე მომხდარიყო, მე მგონი ყველაზე კარგი რა არის ეს მინდა რომ მოვასწრო აუცილებლად რატოა ეს პროცესი ესეთი სანახაობრივად და ემოციურად ასეთი ხარისხიანი და დახვეწილი და უნაკლო, იცი? იმიტომ რომ ამას აკეთებს ხალხი თავისი ინიციატივით, ემოციის და თავისი ბუნებრივად კეთდება. თავისი თავის კარნახიდან შინაგანად რაც რისი მოთხოვნილებაც აქვს, იმას აკეთებს. თვით ორგანიზება ქვია ამას. არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი რეალურად რომ არ დგას, არც იმ ხორუმის მიღმა და აი არც იმ ბანერების მიღმა, რომელიც რაღაცა ჩვენს მათ იქცა, ხო? ამ პროტესტის კომპონენტია ერთ-ერთი, რომელიც ასეთ სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს მერე ისტორია. აი ეს შემოქმედებითობის ეს კრეატიულობის ეს ზეიმი რაც არის ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ეს არ არის აი ამ რაღაცა ვადაგასული, გადაცრეცილი და მარგინალიზებული არ მინდა რომ ვთქვა რა. აი არაფრის აბსოლუტურად უნარო პოლიტიკური კლასის მიღმა ხდება ეს ყველაფერი რა. რაც დარჩენია ეხა თუ გამოსავალზე ვსაუბრობთ, ხო? აი რაც შეუძლია გააკეთოს პოლიტიკურ კლასს, რომ რაღაცა სარგებელი მაინც ოპოზიციაზე მაქვს ცხადია საუბარი, რაღაც სარგებელი მაინც მოიტანოს და რაღაცა როლი ითამაშოს. აი ამ პროცესში არის ის, რომ იმუშაოს დასავლეთთან და პარტნიორებთან იმუშაო, მხოლოდ ამაზე უნდა იყოს. მე მაგათ ადგილს მიტინგებზეც აღარ გავიდი. ნუ ხა კი შეიძლება უნდა გავიდესო და ინახოს ადამიანმა, მაგრამ არავის არ ჭირდება ისინი აქციებზე. არც გამოჩნდა უკვე, რომ არავის არ მიყვება ეს ხალხი. არა, გადასარევად მეტყველებენ, გადასარევად არტიკულაციას აკეთებენ, საერთოდ არაფერი საჭირო არ მოსმენამდე. ისიც ტყუილი, ახლა მესმის რაღაცა Facebook-ზე კანტიკუნდად ვკითხულობ ხოლმე, რომ აი, როდემდე ვიცეკვოთ და ვიმღეროთ და ვითამაშოთ. ეს არ არის ცეკვას სიმღერა, ეს არ არის სხვათა შორის არც წინა აქციებს არ გავს ეს. არა გავს, 23 მარტში დაიწყო. ეს უკვე არის საზოგადოება რაღაცნაირად რა მალებს სწავლობთ თან რა უცნაურია ესეთი კონტრადიქტიული როგორ შეიძლება იყოს უბრალოდ ორი უკიდურესობა როგორ შეიძლება იყოს ერთი და იგივე ერში რომ იყვნენ მამუკა მდინარაძეც ქართველი იყოს და ეს ქოცები ქართველები იყვნენ და ესენიც ქართველები ჩვენიც ქართველები ვიყოთ ძალიან უცნაური ფენომენია მაგრამ ეგეც სხვა დროის სასაუბრო არის არ ჭირდება სინამდვილეში ქარიზმატული ლიდერი ქართულ საზოგადოებას არ ჭირდება ბელადი. ქართულ საზოგადოებას ჭირდება შინაარსი. კი, დავასრულოთ ახლა 2 წუთი დაგვრჩა ზუსტად. ქართულ საზოგადოებას ჭირდება შინაარსი და ჭირდება იდეა, რომლის ირგვლივაც თვითონ შექმნის, აი თვითონ დაინახავს და მოძებნის გზას როგორი ქვეყანა უნდა და სად უნდა და როგორ უნდა ცხოვრება რა. აი ეს გამოჩნდა ამ პერიოდში. იმედი მაქვს, რომ შემდეგი გადაცემა ახალ 2025 წელს შემდეგ გადაცემაში რაღაცა უფრო იმედის მომცემი და უფრო არსებითი ცვლილებით შევხვდებით ჩვენ მსმენელსაც და ერთმანეთსაც. წინასწარ უნდა მოგილოცოთ ყველას დამდეგი ახალი წელი. შობა, ვინც აღნიშნა, იმათაც მე არ მომილოცავს თქვენთვის. ხანუკას დღესასწაულია ეხლა და ასე რომ იმედი ვიქონიოთ, რომ ამ დღესასწაულების ფონზე ჩვენი ბრძოლაც რაღაცა აღსანიშნავად და სადღესასწაულოდ დასრულდება. და გავიმარჯვებთ აუცილებლად ჩვენს შორს მყოფ, მაგრამ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ვისთანაც არის ჩვენი გონებაც და გულიც და ყველაფერიც. დიდი მადლობა, მეც იმედი მაქვს, რომ ხა ვიმეცადინეთ ამ წელიწადს და მომავალ წელს დინოკამრაც დახატა გაცილებით უკეთესი გამოგვივა ჩვენი ურთიერთობა. მადლობა, დროებით გილოცავთ მეც და მოგვეხმარეთ არხის განვითარებაში. დროებით.